ვინ არის ედუარდ გობოზოვი, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსანი საქართველოს სასარგებლო ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთში დააკავეს. საქართველოს მთავრობა ამ დრომდე დუმს. საპარლამენტო უმრავლესობა კი გობოზოვს არ იცნობს. მის შესახებ თბილისში მხოლოდ ექსპერტები საუბრობენ. რუსული სააგენტოების ცნობით, სწორედ გობოზოვის გამო ოსმა სამართალდამცველებმა 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის დაცვა სათანადოდ ვერ შეძლეს. ქართველი ექსპერტების ნაწილი კი ომის შედეგების გათვალისწინებით გობოზოვის განსაკუთრებულ ჯაშუშურ წვლილს საეჭვოდ მიიჩნევენ. ქართულ-რუსული შეფასებები და საქმის ექსპერტული ანალიზი ანა გოჩაშვილის სიუჟეტში. ედუარდ გობოზოვი, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროებისა და შეიარაღებული ძალების მეთაური, დაკავებულია საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით. ამ ინფორმაციას დღეს თითქმის ყველა რუსული საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. რუსეთის მოქალაქე ედუარდ გობოზოვი პრესის ინფორმაციით ქართული სპეცსამსახურების დავალებით ინფორმაციას აგროვებდა და ქართულ მხარეს აწვდიდა. რუსეთის გენერალური პროკურორის ოფიციალური წარმომადგენლის მარინა გრიდნევას განცხადებით, გობოზოვი 2004-2009 წლებში საქართველოს სპეცსამსახურებს აწვდიდა ინფორმაციას რუსეთის არმიის რაოდენობისა და შეიარაღების შესახებ. ეს ინფორმაცია შეგიძლიათ გადაამოწმოთ სამართალდამცავ სტრუქტურებთან, მე ამ საუბარზე ინფორმაცია არ აქვს. საპარლამენტო უმრავლესობა ედუარდ გობოზოვთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. კომენტარს არ აკეთებენ არც ძალოვანი უწყების წარმომადგენლები. კონკრეტულ შემთხვევაში ეს არის რეალურად ფაქტი, რომელიც სადაც თქვათ ოსი მაღალჩინოსანი ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა ჩვენ სასარგებლოდ თუ აქ შიდა რაღაც პოლიტიკური ტიპის გარკვევები მიმდინარეობს, ზენელი სათქმელია. სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ რუსეთი გობოზოვის დაკავებით ცდილობს ცხინვალში გენერალ ბარანკევიჩის კადრები მოიშოროს და საერთაშორისო საზოგადოებას დაანახოს, რომ იქ სპეცსამსახურების თანამშრომლები ქართულ მხარესაც ხავს. სესიაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის საქართველოს სასარგებლოდ მომუშავე ჯაშუშების დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში არსებობა მოულოდნელი არ იქნება, თუმცა საკითხავია, რამდენად ობიექტურად აწვდიან ეს ჯაშუშები საქართველოს ინფორმაციას, რადგან ირაკლი სესიაშვილის აზრით, ქართული მხარისთვის ინფორმაციის ნაკლებობა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროსაც გამოჩნდა. გავითვალისწინებთ, რომ ახლა ოსეთში ადგილობრივი ხელისუფლება ძირითადად ორიენტირებულია რაღაც სარგებელი ნახოს, ფული იშოვოს. ამიტომ თუ ასეთი შანსი გაუჩნდებათ და საქართველოს ხელისუფლებასთან ითანამშრომლობენ, მათ შეიძლება ორმაგი მოგება ჰქონდეთ, ერთი რომ ისარგებლონ იმ სეპარატისტული ხელისუფლების თანამდებობები და პოზიციები და მეორე მხრივ საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღონ თანხები. უცნობია კონკრეტულად რა სახის ინფორმაციას აწვდიდა ედუარდ გობოზოვი ქართულ მხარეს და ან აწვდიდა თუ არა საერთოდ. ჩრდილოეთ ოსეთის პროკურატურამ უკვე დაამტკიცა საბრალდებო დასკვნა, რომლის მიხედვითაც სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯარებისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ედუარდ გობოზოვი საქართველოს სასარგებლოდ შპიონაჟშია ეჭვმიტანილი. ჯაშუშობაში ეჭვმიტანილის საქმე სასამართლოს უკვე გადასცა რუსეთის პროკურატურამაც. პრეზიდენტის მიერ ნათქვამის სიტყვა, რომელიც ზოგმა შეცდომად, ზოგმა კი რასიზმის გამოვლინებად მიიღო. სააკაშვილმა საჯარო მოხელეებთან საუბრისას ჯერ სიტყვა ზანგები, შემდეგ კი ველურები ახსენა. პრეზიდენტის პრესსამსახურმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ სააკაშვილის სიტყვები რასობრივ კონტექსტში გამოყენებული არ ყოფილა. პრეზიდენტის ეპითეტი და ყველაზე ცნობილი ფერადკანიანი მსოფლიო ლიდერები. ნინი საყვარელიძის სიუჟეტში ნახეთ. ბარაკ ობამა, პირველი შავკანიანი პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში. კონდოლიზა რაისი, ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე, შტატების სახელმწიფო მდივანი 2005-2009 წლებში. კოფი ანანი, განელი დიპლომატი და გაეროს რიგით მეშვიდე გენერალური მდივანი. ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, შავკანიანი მსოფლიო პოლიტიკური ლიდერების, ხელოვანების, შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებისა და სპორტსმენების სია გრძელია. 3 დღის წინ შემოვიდა ესპანელი ტურისტები ჯგუფი. პირველად ბათუმში შემოვიდნენ ესპანელი ტურისტები. მოიყვანეს, ჩამოსვეს ყველა სათავთ ავტობუსები და ყველა გაატარეს სკანერზე. ესპანეთში ყოფილ ხართ ესპანეთში ხართ ნახო? საფრანგეთში ხართ ნახო? ინგლისში ხართ? რამდენჯერ? ორჯერ, ორივე რამდენჯერ საზღვარზე რამდენჯერ გავუხსნიათ თქვენ ჩემ? არც ერთხელ, კარგი. ნიკა, რამდენჯერ ხარ ირლანდიაში? ირლანდიაში სწავლობდი, ხო? რამდენჯერ შეხსულ ხარ ირლანდიაში? რამდენჯერ გავუხსნიათ ჩემ?
და ბაში ჩვენ ზანგები ვართ თუ რატო ვართ ვიქცევით ველურებით ამის. ეპითეტი, რომელიც ევროპაში რასიზმის გამოვლინებად და უხეშ გამოთქმად არის მიჩნეული, საქართველოს პრეზიდენტმა ფინანსთა სამინისტროში საუბრისას გამოიყენა. ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში ლია მუხაშავრია აქცენტს სწორედ საჯარო მოხელეებთან საჯარო გამოსვლაზე აკეთებს. ფიქრობს, რომ უმჯობესი იქნება გაიმიჯნოს პრეზიდენტისა და საზოგადოების შეფასება რასობრივ კონტექსტში. ამერიკული გამოცდილების მქონე ადამიანები ნამდვილად იციან, რომ ზანგის სიტყვა არის საერთოდ მიუღებელი და დაუშვებელი ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ ურთიერთობაში იყოს ნახსენები. ეს მას უნდა ჩაეთვალოს მის კერძო უხამს გამონათქვამში, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოება და ამ ქვეყნის მოქალაქეები ამ შეფასებას არ ვეთანხმებით. იმედია ბოდიშს მოიხდეს და ეს შეცდომა იყო მისი თუ ირაკლი კაკაბაძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტს უბრალოდ შეეშალა, თუმცა ამ შემთხვევაშიც მისგან ბოდიშს ითხოვს. აქციას რასიზმის წინააღმდეგ ის ხვალ თანამოაზრეებთან ერთად გამართავს. სამარცხვინოა საქართველოს რასიზმი არასდროს არ ქონია და სიტყვა ზანგის ხმარება როგორ შეიძლება საერთოდ და როგორ შეიძლება საერთოდ ხვალ ჩვენ ვაკეთებთ აქციას, სადაც მოვითხოვთ სერიოზულ იმედი მაქვს, რომ მიშა ბოდიშს მოიხდეს. დღის პირველ ნახევარში საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა. პრეზიდენტის პრესსამსახური წუხს, რომ მიხეილ სააკაშვილის წარმოთქმულ ქართულ გამონათქვამს, რომელიც როგორც წესი არ გამოიყენება და არც ამ შემთხვევაში ყოფილა გამოყენებული რასობრივ კონტექსტში, ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მიერ შეგნებულად მიეცა არასწორი ინტერპრეტაცია. ნათქვამია განცხადებაში. სიტყვა ზანგი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას არაერთი საჯარო პირისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ყველა მათგან სახალხოდ თავის მართლება და ბოდიშის მოხდა უწევდა. 2007 წელს ამ სიტყვის გამოყენება ნიუ-იორკში ოფიციალური რეზოლუციით დაკრძალეს. დოკუმენტი იმასაც გულისხმობდა, რომ ნებისმიერი სიმღერის ტექსტიდან ეს სიტყვა უნდა ამოიღოთ. ნიუ-იორკის სენატში დემოკრატების ლიდერის კაროლინ მალონეის კარიერა სწორედ ამ სიტყვის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. კაროლინმა ბოდიში საჯაროდ მოიხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ სიტყვას არასოდეს გაიმეორებდა. 2010 წლის თებერვალში ამავე სიტყვისთვის ბოდიშის მოხდა მომღერალ ჯონ მეიერს მოუწია. ყველა ასეთი შემთხვევის შესახებ ნებისმიერ პუბლიკაციაში სიტყვა ნეგა იგივე ზანგი მხოლოდ პირველი ასოთი აღინიშნება. სიტყვის დანარჩენი ნაწილი კი მრავალწერტილით ან დეფისით. რუსეთი თავს ესხმის საქართველოს მინისტრს სტრიპტიზის ფოტოების გამო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უხერხული ფოტო და სტატია ამ სათაურით დღეს გავლენიან ბრიტანულ გამოცემა ინდიპენდენტში მოხდა. სტატიაში ვერა ქობალიას იმ ფოტოზეა საუბარი, რომელიც მას სოციალურ ქსელ Facebook-ში მთავარ გვერდზე უდევს. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ეს ფოტო სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადმა რუსულმა მედია საშუალებებმა აიტაცეს და ამ კონტექსტით გაავრცელეს სტრიპტიზის მოცეკვავიდან მინისტრობამდე. ინდიპენდენტი აღნიშნავს, რომ თემა საქართველოს პრეზიდენტი მთავრობაში სტრიპტიზის მოცეკვავებს ნიშნავს მის წინააღმდეგ კრიტიკის ახალი ტალღაა. სტატიის ავტორი საქართველოს მთავრობაში მოსვლამდე ვერა ქობალიას განვლილ გზას და კარიერას იხსენებს, ასევე იმას, თუ როგორ გაიცნო ის სააკაშვილმა ვანკუვერში. სკანდალური ფოტო კი ინდიპენდენტის ინფორმაციით 10 წლის წინ ფლორიდაში არდადეგების დროს არის გადაღებული. თუ ყველაზე ცუდი რამ, რასაც ოპოზიცია ნებისმიერი სხვა ჩემს წინააღმდეგ მოიპოვებს ჩემი კოლეჯის დროინდელი ძველი ფოტოა, ამაში ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. ასეთია ქართველი მინისტრის ბრიტანული გაზეთისთვის განკუთვნილი კომენტარი.